ვარ დავით დიასანიძე 10 წლის. სწავლობ მომავლის სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა და ცეკვა. ამ ორიდან უფრო მიყვარს ცეკვა. უკვე 4 წელია ცეკვავ ანსამბლ პატარა არსიანელებში. ცეკვაში ყველაზე რთულია ნელა ცეკვა. ყველაზე მარტივია ნასწავლელისების გამო. ყავს უფროსი ძმა, რომელიც დადიოდა ცეკვაზე, მეც მომეწონა და ამიტომ შევედი ცეკვაზე. პატარა არსიანელებში ჩემი ქორეოგრაფებია გიორგი ჭანიშვილი და თამარ ხალვაში. თამარი მასწავლებელი არის უფრო მხიარული და ლამაზი. გიორგი მასწავლებელი არის მკაცრი, მაგრამ სამართლიანი. ძალიან თუ მოვინდომებ, როდესაც გავიზრდები, გიორგი მასწავლებლზე უკეთესად ვიცეკვ. მქონდა რამდენიმე კონცერტი და გასტროლი. ყველაზე მეტად მომეწონა გასტროლი ბულგარეთში, რადგან ბავშვები გავერთეთ, გზაშიც კარგი იყო და ავიღეთ საპრიზო ადგილიც. ორ ცეკვაში ვცეკვავ სოლოს, სვანურში და აჭარულში. ერთხელ ცეკვისდროს მასწავლებელმა შემაქო და მითხრა, რომ სოლოს ვიცეკვავთ. კონცერტისთვის ყოველთვის კარგად ვიმზადებით, მაგრამ კურიოზებიც ხდება. ერთხელ სვანურის ცეკვის დროს ქუდი მომძვრა, ერთხელ ლეკვერთხი ჩამძვრა და ყველა გაჩერდა ცეკვის დროს და ასეთი რაღაცების. ჩემი საყვარელი ცეკვაა მთიულური. ყველაზე უფრო მომწონს მთიულურის მეოთხე ილეთი. ჩემს ქორწილში ვიქნები შავ კოსტუმით, მაგრამ ცეკვის დროს ჩავიცმევ შავ ჩოხას. ამ ეტაპზე შეყვარებული არ მყავს, მაგრამ ადრე მყავდა. ახლა იმიტომ არ მყავს, რომ შემეცვალა გემოვნები. ჩემი აზრით ცოლს რომ ვიყო, იქნები 24 წლის. ჩემს შვილებს დავარქმევ ანდრიას და ანას. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ხარისხიანია და კარგად გვასწავლიან. კიდევ იმიტომ, რომ მყავს კარგი კლასელები და მასწავლებლები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია მარიამ შანიძე. ყველაზე მშვიდია მარიამ ინჯგია. ყველაზე ბედნიერია ტატა ჯოჯუა. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი, სიმპათიური და მეგობრული. ჩემი საყვარელი საგანია მუსიკა. საყვარელი მასწავლებელია თეონა შანთაძე, რადგან მეგობრულია, ლამაზია, პოზიტიურია, მეგობრულია და ყველას გვიყვარს. რაც მთავარია უყვარს ბავშვები და თავისი საქმე. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე მოგზაური. მიყვარს გეოგრაფია და მაინტერესებს სხვადასხვა ქვეყნის ისტორია. პირველ რიგში ალბათ სამოგზაუროდ წავარ ბრაზილიაში. პატარავაში მინდოდა გამოსულიყავი პოლიციელი. ახლა მინდა ვიყო 18 წლის, რადგან მარტო ვიცხოვრო ახალ სახლში. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და 2 ძმა. კიდევ მინდა მყავდეს 1 და. ჩემი ძმა არის 19 წლის და ჰქვია ნიკოლოზ. ის არის მხიარული, ცელქი, ზარმაცი და ნერვების მომშლელი. ნერვებს მიშლის მაშინ, როდესაც მის ტელეფონს ვიამბ. ჩემი აზრით ნიკოლოზი რომ გაიზრდება, გამოვა მოცეკვავა. მეორე ძმა არის 6 წლის და ჰქვია ერეკლე. ერეკლე არის მავნე, ნიჭიერი და ცელქი. ერეკლე ალბათ გამოვა ცნობილი მოჭადრაკე. მამიკო არის მშრომელი, კეთილი, მხიარული და ჩემსავით სიმპათიური. ახლა არის გემზე, მთელ ოჯახს ძალიან გვენატრევა და გვიყვარს. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი, თბილი და კეთილი. ძალიან მიყვარს დედიკოს შემწვარი კარტოფილი. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს ლობიოს. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემთვის სწავლა. ჩემი აზრით მაქვს ხატვის ნიჭი და ვაპირებ სამხატვრო სკოლაში შესვლას. პატარავაში სულ უყურებდი როგორ ლამაზად ხატავდა დეი და ჩემი და მეც მომინდა. უკვე 3 წელია დავდივარ ხატვაზე სტუდია ანდამატში. იქ ჩემი მასწავლებელია ლია კასპელაშვილი და ძალიან მიყვარს. ძალიან მხიარულია და ხატვის დროს სულ გვართობს. ყველაზე ხშირად ხატავ პეიზაჟს. ჩემი საყვარელი ფერია წითელი და არ მიყვარს კანისფერი. 5 ჯერ მქონდა გამოფენა და რამდენიმეჯერ ჩემი ნახატი გავყიდა. თვითონ ნახატი საშუალო დღით და 25 ლარი. მიყვარს ფულის შეგროვება და რაღაც დიდი ნივთის ყიდვა. მაგალითად, ამ ბოლო დროს შევაგროვე 30 ლარი და ვიყიდე ყურსასმენი. რომ გავიზრდები, ჩემი აზრით ხელფასი მექნება 5000 ლარი. მე მეყოლება კარგი ოჯახი და მექნება უზრუნველი ცხოვრება. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ჩარლი და შოკოლადის ქარხანა. საყვარელი მულტფილმია ლილო და სტიჩი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ჩემთვის გავაჩენდი სახლ მანქანას და მანქანით ვიმოგზაურებდი. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს? მე მინდა მქონდეს ტელეპორტაციის სუპერძალა. დროში მოგზაურობა რომ შემეძლოს, ვიმოგზაურებდი მე-5 საუკუნის საქართველოს. შემდეგ მონაწილეს ვუტავებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია პირადი ვერტმფრენი. ბედნიერება არის მამიკოს ჩამოსვლა და მთელი ოჯახის ერთად ყოფა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.